მე ვარ ანდრია ირემაძე, 9 წლის. ვსწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. ვსწავლობდი სკოლა ნიკეში და გადავედი ახალ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და სიმღერა. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ბავშვობის ნახატები მაქვს შენახული ბაბუასთან. ჩემი აზრით ბავშვობა თავდება 11 წლის ასაკში. მინდა ბალე გავიზარდო, მაგრამ მომწონს ჩემი ბავშვობაც. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ვიქნები ცნობილი მომღერალი. მე ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს. შედარებით მიჭირს მინის ხატვა. მიადვილდება ხეების და ხელების ნახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია შავი და თეთრი. არ მიყვარს იასამნისფერი და რუხი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია, რადგან ადრე კარგად არ ვხატავდი. ახლა კარგად ვხატავ და ვემზადები გასაყიდად. თითო ნახატი ეღირება 50 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ტკბილეულებში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შოკოლადის ფილა. ძალიან შავი რო არაა და ძალიან თეთრი რო არაა, იმაგი. საყვარელი საჭმელია სუში. სხვათა შორის ჩემი დედიკო ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს. ყველაზე კარგად გამოდის საუზის გაკეთება. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გამოაცხობს პიცას. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავწილდი, რომ ყურადღებას არ მაქცევდა. სულ სწავლით იყო დაკავებული და ლოდინმა დამღალა. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 29 წლის. წინასწარ ვიცი, რომ ბიჭშვილს დავარქვევ ალექსანდრეს. გოგოშვილს დიდი ალბათობით დავარქვევ ანას. ჩემ ცოლს დავარქვევ ალექსანდრას. მიყვარს სკოლა ნიკე, იმედი მაქვს მესამე სკოლა შემიყვარდება. ნიკეში ვყავდა ძალიან კარგი კლასელები და დამრიგებელიც. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლაზარე მოწყობილი. ყველაზე ჭკვიანია კატო აზნაურიშვილი. ყველაზე მშვიდია ემილი თურმაიძე. ყველაზე თელკია ანიტა კახიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და მეგობრული. ძალიან მიყვარს სიკეთეების გაკეთება. ერთხელ ერთი ბავშვი წაიქცა და ავაყენე და დავეხმარე. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ეკა ბოკუჩავა. იმიტომ რომ კარგად ხსნის გაკვეთილს და კეთილია. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პილოტი. ახლა გადაწყვეტილი მაქვს რომ გამოვიდე მომღერალი. სიმღერა შემაყვარა ერთმა კორეულმა ჯგუფმა. ამ ჯგუფს ქვია Blackpink. მე ვიცი ამ ჯგუფის ყველა სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა გნარლი. If I could describe everything in one single word, you know, like bubble tea, gnarly, Tesla, gnarly, fried chicken, gnarly. მე მაქვს ნიჭი და მინდა ვიღეროთ ის სცენაზე. სახში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ძაბიკო და დაიკო. მე დიდად და ძმა არ მინდა, რადგან ჩემი ძმა მყოფნის ნერვების მომშლელად. ის არის 7 წლის და ქვია ლუკა. არის ნიჭიერი, ცალკე მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის როცა მაწუხებს. სულ მეუბნება ვითამაშოთ, თუმცა იცის რომ დაღლილი ვარ. მე ძირითადად ვღლის სწავლა. ვიცი რომ სწავლა აუცილებელია და თავს ძალას ვატან. ჩემი აზრით ლუკა რო გაიზრდება, გამოვა მეხანძრე. ჩემი დაიკო არის 2 წლის და ქვია კირა. კირა არის ლამაზი საყვარელი და ნიჭიერი. ის ალბათ გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მხიარული და კეთილი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. ფილმების ყურებაც მიყვარს და საყვარელი ფილმია უცნაური ამბები. მე რო ჯადოსნური ჯოხი მქონდა, ჩემი ოჯახის წევრები სულ ჯანმრთელები იქნებოდნენ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიო კუნძულზე? მე უკაცრიო კუნძულზე ვიცხოვრებდი კატო აზნაურიშვილთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი, მეგობარი და კარგი გოგოა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია გიგანტური სახლი. 3 იაზე გრძელი და 3 სართულიანი. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი, ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.